მეორე საუკუნის დასაწყისში იბერიის ტახტზე უძლიერესი ხელმწიფე იჯდა ფარსმან ქველი. სწორედ მას, მის მეუღლეს დედოფალ ღადანას და ტახტის მემკვიდრე ადამს, ასევე ქართველ სეფეწულთა და არისტოკრატთა უბრწყინვალეს ამალას რომში თვით რომის იმპერატორმა ანტონინოს პიუსმა უმასპინძლა. ნადიმღრეობა რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ბოლოს რომის კოლიზეუმში გადაინაცვლეს საასპარეზო სანახაობისათვის. რომაელმა ხალხმა, რომელსაც უკვე მოყრჭებული ჰქონდა გლადიატორთა ხოცვა ჟილეტა და სხვადასხვა სისხლიანი სანახაობები, იხილა უცხო და უმშვენიერესი რა. ეს იყო მხედრული ჯირითი, საომარი როკვა ვარჯიში და ვაჟკაცური შემართება ქართველი ხელმწიფისა და მისი ამალისა. შთაბეჭდილებამ ყოველგვარ მოლოდის გადააჭარბა და იმ დღეების გმირნი სწორედ იბერიელები იყვნენ. ფარსმან მეფეს უდიდესი პატივის ცეს, ანუ მას ნება მიეცა, რომის კაპიტოლიუმში გაემართა ზორვა, ანუ მსხვერპლშეწირვა იუპიტერის სადიდებლად. აღსანიშნავია რომ კაპიტოლიუმში მხოლოდ რომაელ იმპერატორებს ჰქონდათ მსხვერპლად შეწირვის უფლება. ასევე ანტონინოს პიუსი საგანგებო ბრძანებით მარსის ველზე ცხენზე ამხედრებული მოჯირითე ქართველი ხელმწიფის ქანდაკება დადგეს. ასე რომ იბერია აზიაში უძლიერესი სახელმწიფო იყო. ძვირფასო მეგობრებო, თუ გსურთ მრავალი საინტერესო ამბავი გაიგოთ და ამ ამბის გაგრძელებაც იხილოთ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube გვერდი Medias Legacy, მედიას მემკვიდრეობა და გპირდებით მრავალ ლამაზ საინტერესო ვიდეოს ნახავთ და უამრავ საინტერესო ამბავს შეიტყობთ. გელოდებით პოსტებში.